სულ არის ორი იდეა, ან საქართველოს მხარეს ხარ, ან რუსეთის მხარეს ხარ. მე ამას დასავლეთის მხარეს არ დავარქვა. საქართველოს მხარეს ხარ და დასავლეთი იმიტომ გინდა, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი სახელმწიფო. ამ ვითარებაში ამ ორი იდეის გარშემო უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. მე ესე მგონია და ამ ორ იდეას ყავს თავის წარმომადგენლები. ერთი არის მოღალატეთა ეს რაზმი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მეორე ამ იდეის მთავარი გამტარი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს ადამიანი ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს აი უდიდეს ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სიმართლე რო ვთქვათ, ყველაზე ძალიან ბიძინა ივანიშვილს ეშინია მიხეილ სააკაშვილს. რო ჩამოვიდა მიშა, მე მახსოვს აი დილა იყო და სკოლაში დაუგან, იმიტომ რომ მაინტერესებდა რა ხდებოდა და პარასკევი იყო, შემდეგ დღეს იყო შაბათი და არჩევნების დღე და არ არის ჩამოსულიო ესე პაპუაშვილი გამოდა აი ბუენოს-აირესიდან მოგესალმებთ და მე აღმოჩნდა ჩამოსული იყო. ანუ ამაში ვითანხმები ბიძინას. უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად მიშას, იმიტომ რომ თუ კი ვინმე შეუძლია ქართული ოცნების ხელისუფლების დემონტაჟი იდეებით პირველ რიგში და ყავს მხარდამჭერების საოცარი ბაზა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამავე დროს აქვს გრანდიოზული საერთაშორისო გავლენა და სახელი. იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდით იმ ვითარებაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა ჩვენ არ გვყავს საერთაშორისო მასშტაბით აი ეს ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია საქართველოს საკითხის დაყენება მსოფლიოს ნებისმიერ მაგიდასთან, სადაც მიიღება გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მეთოდი, რითიც რუსეთი ცდილობს და ქოცები რომ დაასუსტონ ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი აზრით არის ეს პროპაგანდა. ნაცი ტოლია ქოცი, მიშა ტოლია ბიძინა. მიშას და ბიძინას შედარება ეს არის იმდენად შეურაცხმყოფელი, ეს არის რა ვიცი. ისტორიის ცალსახა გადაწერის ცდილობა, რასაც წულუკიანის ეს კომისია აკეთებს, მისი მთავარი მიზანია, რომ ჯერ დაიწყოს, რომ ეს არის ნაციონალების გასამართლების კომისია, ჯერ ამათი გასასამართლებელი ვის გაჭირს. თუ კი რამეს აღიარებს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობას იყო სასამართლო რეფორმის ძალიან დიდი ჩავარდნა, რომელიც შედეგად დაედო 2012 წლის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო, ხო? ქვეყანაში არის იმაზე უფრო უარესი სასამართლო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის აი ამ ხელისუფლების დროს იყო, რასაც ის აღიარებს, ეს იყო ძალიან დიდი ჩავარდნა და ამ თვალსაზრისითაც უკვე სხვაობაა, იმიტომ რომ მიშა არის კაცი, რომელიც ამბობს, რომ რაღაც შეცდომა აქვს დაშვებული და ბიძინასთვის ეს წარმოუდგენელი ამბავი. ჩემი აზრით, იმით უნდა ვებრძოლოთ ამ პროპაგანდას, რომ თქვათ, რომ არა, ეს არ არის სიმართლე, ეს რასისტიანი 9 წელი, ეხლა ბევრად უფრო ადმეტია და ამათმა ამ თავრობამ ხალხი გახოცეს, ხალხს უდიდესი ძალადობა ჩაიდეს და მაგნიტსკის სია